ეხლა ახლო აღმოსავლეთში ომი კიდევ უფრო სააშიში გახდა. ამ სამშაბათს 2026 წლის 31 მარტს ის რაც უკვე სასტიკი კრიზისი იყო ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის რეალური მნიშვნელობის ახალი ფრონტი შეიძინა. ჰოლცებმა იემენში ოფიციალურად გამოაცხადეს კონფლიქტში შესვლა და სამხრეთ ისრაელში სამხედრო ობიექტებზე რაკეტები გაუშვეს. ეს ნაბიჯი ცვლის სიტუაციას, რადგან ეხლა ზეწოლა მხოლოდ ირანის ტერიტორიიდან აღარ მოდის. ეხლა ზეწოლა წითელი ზღვის გავლითაც მიმდინარეობს, რაც ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისთვის და საზღვაო უსაფრთხოებისთვის მეორე საფრთხის წერტილს ხსნის. პრაქტიკაში რაც მოხდა, ეს იყო ომის პირდაპირი გაფართოება. ეს ნაბიჯი გადადგა ჰოლცის ჯგუფმა, რომელიც თეირანის მოკავშირეა და რომელმაც ისრაელში ისეთი პოზიციები დაარტყა, რომლებსაც მგზნობიარეებად აღწერს. შაბათ-კვირას, რაც მხისიერად აისახა ბაზრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე, სად იგრძნობა ეს ყველაზე მეტად. ორ მნიშვნელოვან დერეფანში, ჰორმუზის სრუტესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, სწორედ აქ მწვავდება ვითარება ყველაზე მეტად. ჰოლცების ჩართვა ნაკლებად აშინებს მყისიერი სამხედრო ეფექტით და უფრო მეტად იმ ძალით, რომლითაც ისინი გლობალურ მიმოსვლას ახშობენ. ბაბ-ელ-მანდების სრუტე არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12%-ის გასასვლელია და ეს არ არის აბსტრაქტული შიში. 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრამდე ჰოლცებმა 100-ზე მეტ სავაჭრო გემს შეუტიეს და ჩაძირეს. როდესაც ჰორმუზის სრუტე უკვე მძიმედაა შეფერხებული, წნეხის უბრალო შესაძლებლობაც კი წითელ ზღვაში ბევრად უფრო მძიმე ალყას ქმნის. ჰოლცები იემენელი შეიარაღებული ჯგუფია, რომელიც იემენის ჩრდილოეთში წარმოიშვა და წლების განმავლობაში გაძლიერდა, სანამ 2014 წელს დედაქალაქ სანაას აიღებდა. მათ შეუძლიათ გაუშვან რაკეტები, დრონები და განახორციელონ თავდასხმები გემებსა და შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭო ამ ჯგუფს აღწერს როგორც ამბოხებულებს, რომლებსაც ირანთან აქვთ კავშირები. და თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის მარტში კვლავ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა ისინი. როდესაც ამბობენ, რომ ისინი ირანის მიერ ფინანსდებიან და მხარდაჭერილნი არიან, მთავარი საკითხი სწორედ ეს არის. თეირანი ეხმარება ჯგუფს გააფართოოს თავისი მოქმედების არეალი, შეიარაღება, მომზადება და ზეწოლის უნარი. პრაქტიკაში ეს ჰოლცებს ირანისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად აქცევს, რათა მან მოწინააღმდეგეებზე ზეწოლა მოახდინოს ყოველთვის პირდაპირი ჩარევის გარეშე. მათი ჩართვა ამ ომში ცუდია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ეს კიდევ ერთ კრიზისულ ფრონტს ხსნის, სწორედ იმ რეგიონში, რომელიც მსოფლიო ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჰოლცებმა უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან წითელ ზღვაში გადაადგილებას, განსაკუთრებით ბაბ-ელ-მანდების რეგიონში, რომელიც სტრატეგიული გასასვლელია სატვირთო გემებისთვის, ენერგომომარაგებისა და სამხედრო მარშრუტებისთვის. ეხლა, როდესაც ისინი ოფიციალურად ჩაერთნენ კონფლიქტში ისრაელზე თავდასხმით, 2026 წლის 28 მარტს ისინი აფართოებენ პროირანული ღერძის გავლენას და აიძულებენ ვაშინგტონს დაძაბულობა გაანაწილოს თაინაწილოს თეირანთან დაპირისპირებას, ისრაელის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებას შორის. შეერთებული შტატებისთვის პრობლემა მხოლოდ სამხედრო არ არის, ის ეკონომიკური და სტრატეგიულიცაა. თუ ჰოლცები წითელ ზღვას აჭერენ, მაშინ როცა ჰორმუზის სრუტე უკვე ძლიერ დაძაბულობაშია, კომბინირებულმა ეფექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნავთობის ფასზე, საზღვაო დაზღვევაზე, მომარაგებასა და შიდა პოლიტიკურ ხარჯზე. ვაშინგტონში სწორედ ეს შიში გამოჩნდა ბოლო დღეებში ბაზრებზე, ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად. მას შემდეგ, რაც ჯგუფი ოფიციალურად ჩაერთო ომში, შეერთებული შტატები ცდილობს შეაჩეროს ესკალაცია, მაგრამ ამას აკეთებს როგორც მოლაპარაკებების რიტორიკით, ასევე სამხედრო ძალის დემონსტრირებით. ამავე დროს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 10 დღიანი პაუზა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები და ვადა 6 აპრილამდე გადაწია. ამტკიცებდა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. თეირანმა ამერიკული წინადადება უარყო და მოთხოვნები გადაჭარბებულად და გაუწონასწორებლად შეაფასა. ანუ ვადა არსებობს, მაგრამ ნდობა არ არსებობს. ამავე დროს ვაშინგტონი რეგიონში ძალებს აძლიერებს. დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითით დატვირთული გემები უკვე ოპერაციების თეატრში ჩავიდნენ და სულ მცირე 1082 სახაერო სადესანტო დივიზიის პარაშუტისტი ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნა. საჯარო განცხადებებში ჯერ კიდევ ცდილობენ თავიდან აიცილონ სიტყვა შეჭრა, თუმცა ჯარების მზარდი ყოფნა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი მზადყოფნაში ძალის ქონას ისურვებს. თუ გადაწყვიტავენ კიდევ უფრო გამკაცრებას, ზემოქმედება უკვე იგრძნობა როგორც ჯიბეზე, ასევე ბაზარზე.
ტარაკნები ომში მხოლოდ ხმაურისთვის არ შესულან. ისინი შევიდნენ, რათა გააძლიერონ ირანული ღერძის ზეწოლის შესაძლებლობა და აჩვენონ, რომ კრიზისი სისტემას ერთზე მეტ ფრონტზე შეიძლება დაახჩოს. ისრაელი კვლავ თავდასხმის ქვეშაა. შეერთებული შტატები ზეწოლას აგრძელებს, ხოლო ირანი ცდილობს დრო მოიგოს ისე, რომ ძირითად საკითხებზე არ დათმოს.